საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს 2 წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ყველა იმ რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განხორციელდა. გაზრდილი პენსიები, სოციალური დახმარებები, ქართული წარმოების ახალიზება და არაპოლიტიზირებული სასამართლო. ამას მთავრობის მეთაური მთავარ წარმატებად მიიჩნევს. ცვლილებების 2 წელი, როგორი იყო მთავარი აქცენტები მთავრობის 1 საათიან ანგარიში, ნახეთ სულხან მესხიძის სიუჟეტში. ქართველმა ხალხმა შიშის გარეშე ცხოვრება აირჩია, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 2 წლიანი ანგარიშის წარდგენისას. ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. ქართულმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე. აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენ აირჩიეთ თქვენი ქვეყნის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა და საბოლოოდ უარი ვუთხარით ძალადობას და უსამართლობას, რომელიც გამეფებული იყო. ხელისუფლების მთავარ მიღწევად პრემიერ-მინისტრი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მიიჩნევს. ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი განათლების სფეროა. აბსოლუტურად ყველა სფეროში მივახციეთ მნიშვნელოვან წინსვლას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოჯახებს მაქსიმალურად შევმსუბუქოთ მდგომარეობა. მათთვის სასკოლო ხარჯები იყო ძალიან სერიოზული პრობლემა წლების განმავლობაში. უკვე მეორე წელია, რაც სკოლის მოსწავლეები უფასოდ იღებენ სახელმწიფო განათლების კომპლექტს. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებისადმი მიმართვაში ყურადღება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ხელმისაწვდომობის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა. დემოგრაფიული ბალანსის გაუმჯობესებისთვის საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი არის დაბალი. სახელმწიფო გასცემს ფინანსურ დახმარებას ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვს. თაში 200 ლარი და ბარში 150 ლარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა და დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდაც. წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა. რადგანაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება. მე ძალიან მახარებს. პირველად 20 წლის განმავლობაში გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი. სწორედ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. აღნიშნული ინფორმაცია საქსტატს 2013 წლის შემდეგ არ გაუახლებია. როგორც აღმოჩნდა, ირაკლი ღარიბაშვილის მონაცემები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. უწყებაში განმარტავენ, რომ სიკვდილიანობა სახელმწიფო პოლიტიკის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობამ შეამცირა. მოგზაურობის მაჩვენებელი შემცირებულია. მკურნალობა უფრო ეფექტურად ხდება, უფრო ხარისხიანად ხდება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკავშირდება იმ ეფექტურ პროგრამებს, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით პენსიონერთა რაოდენობა 2014 წელს 8000-ით გაიზარდა. დღეისათვის საქართველოში ასაკობრივ პენსიას 690,000 ადამიანი იღებს.